თბილისის საქალაქო სასამართლოში ზუსტად 12 საათზე გაიხსნება 8 პირის სასამართლო პროცესი. დღეს გაგრძელდება მთავარი გამომძიებლის არსენ ხუნაშვილის გამოკითხვა. ეს არის ის გამომძიებელი, რომელთანაც იურისტებს ძალიან ბევრი კითხვა აქვთ. გამომძიებელმა წინა სასამართლო პროცესზე წარმოადგინა ვიდეო მტკიცებულება, რომელსაც არ ჰქონდა ხმა, თუმცა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ეს მტკიცებულება დასაშვებად ცნო და სავარაუდოდ ამ ვიდეოს გამოიკვლევენ დღევანდელ სასამართლო პროცესზე, თუმცა იურისტებს ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს ძალიან ბევრი კითხვები, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მთავარ მტკიცებულებას, რომელიც სოციალური ქსელიდან არის მოპოვებული, არ აქვს ხმა, ამიტომ იურისტებისთვის უცნობია რა უნდა გამოიკვლიოს დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ. დღეს ზუსტად 8 თვე გავიდა, მას შემდეგ რაც 8 პირი, 8 სინდისის პატიმარი არის უკანონო პატიმრობაში, ასეთია იურისტების განცხადება. დღეს ყველა ელოდება გამომძიებლის სასამართლოში მოსვლას, რადგან იურისტები ამბობენ, რომ ეს არის მთავარი გამომძიებელი, რომელიც იურისტების განმარტებით ხელმძღვანელობს თავიდან ბოლომდე შეკერილ საქმეს, რადგან ადვოკატები განმარტავენ, რომ მთელი ამ 8 თვის განმავლობაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ რომელიმე მათგანმა დაკავებულმა 8 პატიმარმა რაიმე უკანონო მოქმედება ჩაიდინა და ბრალდების მხარემ მათი განმარტებით ვერ დაადასტურა ის, რომ აღნიშნულმა პირებმა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს. 4 სექტემბერს გასცდის პატიმრობის 9 თვიანი ვადა და დღემდე გამოკვლეული მტკიცებულებით რას ბრალდების მხარემ წარადგინა, თავით ამევანებოთ რაიმე სახის გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტზე საუბარი, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტიც კი არ არსებობს საქმეზე. წარმოდგენილ მტკიცებულებებით არ დასტურდება არც რაიმე სახის ჯგუფის არსებობა, არ დასტურდება რაიმე სახის ჯგუფში მონაწილეობა, არც მცირედი კომუნიკაცია კი მათ შორის. წინაზე დავიწყეთ უკვე საქმის მთავარი გამომძიებლის დაკითხვა, დღეს გავაგრძელებთ აღნიშნული მოძმის დაკითხვით. სასამართლო პროცესების ამ ფორმით ინტენსივობით ჩადერებებს მიზანი ზუსტად არის ის, რომ სასამართლო არც კი იხილავს აკვეთი ღონისძიების სახის ნაკლებად მკაცრი აკვეთი ღონისძიების სახით შეცვლას და როგორც ვატყობთ, ამ 9 თვიან ვადაში სავარაუდოდ დადგება ამ საქმეზე განაჩენი. დღეს გამოძახებული არის მთავარი გამომძიებელი საქმის არსენ ხუნაშვილი, რომლის მიმართაც გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები. მთავარი ჩვენი კითხვები შეეხება იმ ვიდეო მასალას, რომელიც განთავსდა ტელეკომპანია იმედის Facebook გვერდზე და იქნა ჩამოტვირთული, რომელსაც თითქოს და იმ არსებულ ვიდეოში არის წარმოდგენილი ვეფხია კასრაძე, როგორ გეგმავს აღნიშნულ არეულობას. მთავარ გამომძიებელთან გვექნება მთავარი კითხვები, რომელიც შეეხება იმ პროცესუალურ დარღვევებს, რომელიც განხორციელდა აი ამ მტკიცებულის როგორც მოპოვების, ასევე გამოკვლევის პროცესში. არა მარტო თორნიკე გოშაძის საქმეზე და ირაკლი მიმინაშვილის საქმეზე, არამედ არც ერთი ბრალდებულის მიმართ არ არსებობს საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება და წარმოდგენილი მტკიცებულებების კანონიერებაც მოგეხსენებათ ეჭქვეშ არის მისი მოპოვების, სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრების წესის დარღვევებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო მისი მოვალეობის შესრულება და შესაბამისად ეს პირები, რომლებიც უკვე 8 თვეა ციხეში და პატიმრობაში იმყოფებიან, წარმოადგენს არასამართლიან და უკანონო ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან. დღევანდელი მოწმე ძალიან მნიშვნელოვანი არის, ვინაიდან ამ სისხლის სამართლის საქმეზე მთავარი გამომძიებელია და რეალურად ყველა საგამოძიებო მოქმედებაზე პასუხისგებლობას იღებს თავად. ჩვენ გვაქვს კითხვები, რა თქმა უნდა, თუ რატომ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა თუნდაც იმ ქმედებას, რასაც ბრალდების მხარე ედავა. შესაძლებელია, რომ დღეს ბრალდების მხარემ 8 პირის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულოს, ამის შემდეგ უკვე ჯერი იქნება დაცვის მხარეზე 4 სექტემბერს ეწურება 8 სინდისის პატიმარს პატიმრობის 9 თვიანი ვადა. ეს სავარაუდოდ 1 თვე ექნება დაცვის მხარეს იმისთვის, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები გამოიკვლიონ.